პრემიერ-მინისტრი დევნილ ოჯახებს გადასცემს ბინებს, ღონისძიებას ნახავთ პირდაპირ ეთერში, რის შემდეგაც შუადღე ისევ პირდაპირ ეთერში დაგიბრუნდებათ. მივესალმები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, მივესალმები დედაქალაქის მერს ბატონ გახაკალაძეს, მივესალმები მთავრობის წევრებს, მივესალმები პარლამენტარებს, მივესალმები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ჯინჯარაძეს. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით განსაკუთრებულად, რა თქმა უნდა, დევნილ ოჯახებს და თითოეულ თქვენგანს, რომლებიც დღეს ამ ახალ კორპუსებში მიიღებთ ახალ საცხოვრებელს. ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული ჩვენთვის. დღეს თბილისში, თვალჩრდილის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ახალ სრულად გარემოდებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ 762 ოჯახისთვის ცხოვრების ახალი, ღირსეული და სტაბილური ეტაპი დაიწყება. ამ ტერიტორიაზე მშენებლობა და განსახლების პროცესი გრძელდება. მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს. თბილისში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის ჩამორიღებულება ინფრასტრუქტურის ჩათვლით 255 მილიონი ლარია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია ANAX, თითოეულ მშენებელს და ინჟინერს, რომლებიც შექმნეს ეს სარჩეულებრივი კომპლექსი. ყველას კარგად გახსოვს, რომ როდესაც დევნილების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა იყო უსამართლო და უფრო მეტიც ხშირად ღირსების შემლახავი, გახსოვს პერიოდი, როდესაც დევნილებს ძალის გამოყენებით ასახლებდნენ, ხოლო თბილისში მათთვის მინების მშენებლობა საერთოდ აკრძალული იყო. ჩვენ ეს დავასრულეთ, ეს ბანკიერი პრაქტიკა დავასრულეთ. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დევნილების ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი მიდგომა არის მკაფიო, ვიდრე თითოეული დევნილი ოჯახის საკუთარ სახლს არ დაუბრუნდება, სახელმწიფომ უნდა შეგიქმნა ცხოვრების ღირსეული პირობები თითოეულ თქვენგანს. ამ მიდგომას აქვს კონკრეტული ხელშესახების შედეგები. თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19,000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42,000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. პარალელურად წარმატებით გრძელდება პროგრამა სოფლად სახლი, რომლის ფარგლებში 13,000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით, მათგან 2,400-ზე მეტმა მხოლოდ მიმდინარე წელს შეიძინა ასეთი სახლები. კიდევ უფრო თვალსაჩინოა სხვაობა ფინანსური თვალსაზრისით, თუ 2012 წელს სამმართველობით ბიუჯეტის დაფინანსება მხოლოდ 25 მილიონი ლარი იყო, 2025 წლისთვის ის თითქმის 10-ჯერ გაიზარდა და ახლა 240 მილიონ ლარს შეადგენს. მასშტაბური მშენებლობები მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. სულ ახლახან ქუთაისში 850-ზე მეტმა ოჯახმა იზემა ახალმოსახლეობა, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში კიდევ 2700 ოჯახი მიიღებს ბინას. ჩვენი საბოლოო მიზანია უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ეგრეთ წოდებული კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან, სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, რომელიც დააჩქარებს განსახლების კუთხით შესაბამისი პროცესების წარმართვას. ჩვენი მიდგომა არის კომპლექსური, ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ სახლებს და კედლებს, ჩვენ ვქნით სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს, სკვერებით, სტადიონებით და ბავშვთა გასართობი მოედნებით, რათა თქვენ და თქვენმა შვილებმა ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იცხოვროთ. ამასთან ჩვენ არ ვივიწყებთ, რა თქმა უნდა, არასდროს მთავარს, ჩვენი ოცნება და მიზანია დავბრუნდეთ ჩვენ საფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს ახალმოსახლეობას და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობას და კეთილდღეობას თქვენს ახალ სახლებში. ახლა კი მინდა ჩვენი დედაქალაქის მერს ბატონ კახაკალაძეს ვთხოვო ტრიბუნასთან. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა თბილისში მცხოვრებ 762 ოჯახს მიულოცო ახალ მოსახლეობა და გავიზიარო მათი დიდი სიხარული. რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურია ეს დღე, რადგან საუბარია ოჯახებზე, რომლებმაც გამოსცადეს ომის უბედურება და ძალიან დიდი ტკივილი. ამ ტკივილს ცხადია ვერაფერი გაანელებს, მაგრამ დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რისი დასტურიც არის დღევანდელი დღე.
გახსოვთ ალბათ, როგორი დისკრიმინირებული მიდგომა ჰქონდა წინა ხელისუფლებას დევნილთა მიმართ. როგორი მდგომარეობა იყო ბინების მშენებლობის მიმართ, დაკანონებების მიმართ და აღარ გავაგრძელებ ამაზე საუბარს თუ როგორი ვითარება იყო წლების მანძილზე აღნიშნული მიმართულებით. დღეს 762 დევნილი ოჯახისთვის ცხოვრების ახალი, ბედნიერი ეტაპი იწყება. მათ თვალჭრელიძის ქუჩაზე ახალ აშენებულ თანამედროვე სტანდარტის მქონე 4 საცხოვრებელ კომპლექსში სრულად გარემონტებული ახალი ბინები გადაეცემათ. საბოლოოდ კი იცით რომ კიდევ 7 ახალი კორპუსი აშენდება და ჯამში 2426 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ტერიტორია რა თქმა უნდა იქნება სრულად მოწესრიგებული, საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში მოეწყობა სტადიონები, ბავშვთა გასართობი მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ისე მთლიანად ქალაქისთვის. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო იმ გუნდს, რომელსაც ქვია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. ჯერ კიდევ 2012 წელს პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა ზრუნვა ადამიანებზე და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. მადლობა მინდა უთხრა ბატონ პრემიერ-მინისტრს იმ დამოკიდებულებისთვის, რასაც ჩვენ ვიჩენთ და ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ და მე რა თქმა უნდა დღეს თქვენთან ერთად ვარ ბედნიერი ადამიანი. მადლობა ჯანდაცვის მინისტრ ბატონ მიხეილ სარჯოლაძეს გაწეული შრომისთვის. მინდა ასევე მადლობა გადაუხადო კომპანია ანაქს ამ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის. ვილოცავ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა დღევანდელ დღესასწაულში. ახალ მოსახლეებს კი ვუსურვებ ბედნიერ ცხოვრებას და წარმატებებს. გილოცავთ კიდევ ერთხელ. მივესალმები კიდევ ერთხელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მივესალმები ჩვენი დედაქალაქის მერს, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მივესალმები, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო. თითოეულ აქ მობრძანებულ სტუმარს დიდ მადლობას გიხდით დღევანდელი ამაღელვებელი ღონისძიების სიხარულის. აქ ამ საცხოვრებელ სახლებში ბინის მიმღები დევნილი ოჯახების სიხარულის გაზიარებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ უკვე ისაუბრა იმ გაკეთებული საქმეების შესახებ, რაც დევნილებისთვის უკანასკნელი დროის განმავლობაში გაკეთდა. მან არა უბრალოდ ისაუბრა ამის შესახებ, არამედ უნდა ვთქვა, რომ ეს გაკეთებული საქმეები უპირველესად სწორედ მისი დამსახურებაა. დევნილთა ინტერესების რეალური დაკმაყოფილება, ხარდაჭერა და დაცვა სწორედ ასეთ საქმეებში გამოიხატება და ეს არის მათთვის რეალური დახმარება და არა უბრალოდ ლიტონის სიტყვებით მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა და აქაც გავიმეორო, რომ დიახ, ამ ხელისუფლების პირობებში ბინით დაკმაყოფილების მაჩვენებელი გაიზარდა რამდენჯერმე. ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მეტად ღირებული მხარდაჭერაა ჩვენი დევნილი მოსახლეობისა. დღევანდელი დღე მართლაც გამორჩეულია აქ ამ სახლის ახალი მაცხოვრებელი ოჯახების ცხოვრებაში უპირველესად. დღესასწაულის უფევს თითოეულ ამ ოჯახში და გვაქვს საფუძველი მთელს ქვეყანას, რომ ზეიმობდეთ ამ ოჯახების ბედნიერებას, აღტაცებულები ვიყოთ მათი ამ დიდი სიხარულით. თითოეული ამ ოჯახისთვის დიდი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს მნიშვნელოვანი შენაძენი. თითოეული მათგანისთვის ყოფილიყოს ოცნებების ასრულების საწინდარი, რომელთა შორისაც ყველაზე სანუკვარია. თითოეული ქართველისთვის და ამ ქვეყნის თითოეული გულშემატკივრისთვის სანუკვარია ოცნება, რომ მალე საქართველო გახდება ერთიანი. დიახ, ჩვენ ყველას გვწამს, რომ შორს არ არის ის ბედნიერი დღე, როდესაც სწორედ ეს ოჯახები თავთავიანთ მიწა-წყალზე დაბრუნდებიან
თავთავიანთ ნამდვილ სახლებში დაბრუნდებიან და ერთიან საქართველოში. აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად იცხოვრებენ მშვიდობიანად, იშრობებენ ქვეყნისა და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ახლა კი მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩვენი დედაქალაქის მერი კიდევ ერთხელ შევაწუხო, გთხოვთ მობრძანდეთ სცენაზე, რათა რამდენიმე ოჯახს სიმბოლურად გადავცეთ დღეს გასანაწილებელი ამ ბინების გასაღები. რა თქმა უნდა, ამის გარდა ყველას, ვისაც მიკუთვნებული აქვს ბინები, დღესვე შეეძლებათ, რა თქმა უნდა, რომ მიიღონ ბინების გასაღები და უშუალოდ იზეიმონ ახალ მოსახლეობამ. გთხოვთ ამ მიზნით ბატონი მეულუდ მღებრიშვილის ოჯახს, ქალბატონი ქეთევან ნადარეიშვილის ოჯახს და ქალბატონი ნონა მარკოზიას დიდ ოჯახს გთხოვთ სცენაზე.